როდესაც მშობელი ბავშვობაში არის ემოციურად მიუღწეველი, ბავშვი სწავლობს იყოს მასზე მორგებული. შესაძლოა შენ ის ბავშვი ხარ, რომელსაც ვერ ამჩნევდნენ. თუ დღეს გეუბნებიან, რომ ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ხარ, ყველაფერი გესმის, ყოჩაღი ხარ, ვერავლენ ემოციებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს მხოლოდ დასწავლილი ქცევაა, როდესაც მშობელი ბავშვობაში ვერ იტევდა შენს გრძნობებს და ემოციებს, ღიზიანდებოდა და ბრაზობდა. შენ დაისწავლე, რომ აღარ გამოგევლინა შენი ემოციები, არ გეტირა, არ გეკაპრიზა, არ გეთხოვა, აღარ გაგეზიარებინა გრძნობები, არ გესაუბრა იმაზე, რაც გაწუხებს. შედეგად, ზრდასრულ ასაკში ისევ ცდილობ იყოს ხვებზე მორგებული და დაიმსახურო ამ სახით თავისებური სიყვარული. თუ სიყვარული არა აღიარება მაინც, მაგრამ ნამდვილი სიახლოვე არ საჭიროებს ნიღბებს. ამისთვის მნიშვნელოვანი ხარ შენ ნამდვილი და აქ ჩნდება ბუნებრივი კითხვა. რამდენად იცნობ საკუთარ თავს ნამდვილს? დაწერე კომენტარებში თუ ბავშვობაში ხშირად გესმოდა. შემეშვი, ნუ ტირი, ნუ ბრაზობ, ნუ წუწუნებ, ნუ მაწუხებ და ასე შემდეგ.